ამ ერთმა წელმა გამოაჩინა ძალიან ბევრი რამე, გამოაჩინა ადამიანები, რომლებსაც აღარ უნდა ვენდოთ, გამოაჩინა ადამიანები, რომლის იმედიც აღარ უნდა გქონდეს და საწინააღმდეგოდ საბედნიეროდ გამოაჩინა ადამიანები, ვისაც ამ ქვეყნისთვის ბრძოლა შეუძლია. ერთი წელი მართლაც ბევრი ჩანდა დასაწყისში, მაგრამ ახლა ხვდებით, რომ ეს ერთი წელი შეიძლება ცოტაც კი იყოს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი იყოს უკეთესი. მე ვფიქრობ, რომ ამ საქართველოს და ჩვენს ქვეყანას ეს გასავლელი ქონდა. ვუყურებ აქედან, ამ გადასახედიდან, ჩემთვის დაკარგული ერთ წელს არაფრად არ ვთვლი, მთავარია ამ ქვეყნის მომავალი იყოს უკეთესი და ეს თურმე გასავლელი გზა ყოფილა. ამიტომ ვუსურებ საქართველოს, რომ ეს გზა მაქსიმალურად მშვიდობიანად და ბედნიერად გაიაროს. ჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ბოლოს აუცილებლად ქართველი ხალხი და საქართველო გაიმარჯვებს. საუბარი მგონია არის ერთადერთი გამოსავალი, მათ შორის იმ ადამიანებთან პირველ რიგში, ვინც იყო პროტესტში და ახლა აღარ არის და მეორე იმ ადამიანებთან, ვინც ხელისუფლების მავნებლობას ჯერ ვერ ხედავს. ამ ადამიანებს მე ზოგჯერ მსხვერპლს უწოდებ. ისინი არიან უბრალოდ მოტყუებული. მესმის, რომ გეოპოლიტიკური მდგომარეობა ისეთია, რომ შეიძლება ჩვენი ბედი მხოლოდ აქ აქციებზე არ წყდება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიყოთ მაქსიმალურად მოჭიმულები, ასე რომ ვთქვათ, რომ ნებისმიერ გამოწვევას კიდევ უფრო მყარად შევხვდეთ. მოუწოდებ ყველას, რომ მაქსიმალურად ბევრი დრო დაუთმონ ერთმანეთთან საუბარს, იმიტომ რომ ჩვენ თუ არ გამოვნახეთ გზა და არ აღვადგინეთ ერთმანეთთან ჩატეხილი ხიდები, გონია რომ მომავალი კიდევ უფრო რთული იქნება. ქვეყანა დგას ძალიან მნიშვნელოვანი საფრთხეების წინაშე და ეს საფრთხეები ქვეყნის იმიჯის, ადამიანების კეთილდღეობის გარდა გამოიხატება იმაში, რომ გარკვეულწილად პერსპექტივა კვდება ამ ქვეყანაში. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მეტი ადამიანი ფიქრობდეს ასე, ალბათ ამის რაღაცა 100%-იანი გარანტია ან რაღაც რეცეპტი არ არსებობს, მაგრამ მთავარი რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ყველა კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, ფაქტობრივად სრულ უმრავლესობას სურს, რომ გაგრძელდეს ევროინტეგრაცია. უმეტესობა საქართველოს მოსახლეობისა, თითქმის 80% ევროატლანტიკურ მომავალს საკუთარი ქვეყნისთვის ირჩევს. არ აქვს მნიშვნელობა ეს ადამიანები მართლები არიან თუ არ არიან მართლები. შენ როგორმე ეს პრობლემა უნდა მოაგვარო და ხელისუფლება, რომელიც ასეთ პრობლემებს აგვარებს, კანონის სწრაფი ცვლილებით, გამკაცრებით, უსამართლო გადაწყვეტილებებით, იმას ხელისუფლება არ ქვია. თქვენ ალბათ გახსოვთ ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც ამბობდა, რომ ასეთი კალაშებიანი ქალის თუ ეშინიაო და ასეთი ხალათიანი ადამიანებს გუჩიდან იწევს ხელისუფლებაო. მაშინ დამხობილია დიდი ხანია. იცით, ეს ასაცილო და ესეთი ამბავი კი არ არის. ეს ძალიან სერიოზული ნათქვამი არის და მე პირადად ხელისუფლებაში რო ყოფილიყავი, აი ესეთმა რიგითმა ადამიანმა რომ ესეთი გულწრფელი რაღაც თქვა, მე ამას ყურადღებას მივაქცევდი. ამიტომ ეს ბრძოლა კი არ დამთავრდება, ეს ბრძოლა მოგებულია იმ თავითვე, საით მიგყავთ ეს ქვეყანა, ამაზე პასუხი რო არა გაქვთ. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ დიდი ხანია უკვე დაასრულეთ თქვენი საქმიანობა. უბრალოდ დროის ამბავია, ეს როგორ გაფორმდება კანონის სამართლის ფარგლებში. ასე რომ გამარჯვება ჩვენ სამშობლოს. ამ ერთმა წელმა გვაჩვენა ის, რომ ეხლა ჩვენი სახელმწიფოებრიობა გადის ყოფნა არ ყოფნის ზღვარზე და გვაჩვენა ის, რომ არ შეიძლება ერთპიროვნულ ძალაუფლებას მიეცეს ხელისუფლებაში დარჩენის შანსი დიდი ხნის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმმა მაქსიმალურად შეავიწროვა საზოგადოება, მოუჭირა მას ძალიან, მიიღო უპრეცედენტო რეპრესიული კანონები, პირდაპირ ფიზიკური განადგურებით დაემუქრა საზოგადოებას და ციხეში შეჰყარა ასეულობით ადამიანი. მეორეს მხრივ ჩვენ შევახვედრეთ უპრეცედენტო აქამდე განუმეორებელი პროტესტი, რომელიც გამოხატავს იმას, რომ ქართული ჯანსაღი გონი არ ეგუება ვასალობას და არ გაცვლის თავის მომავალს დიქტატურაზე.